ისევ საავადმყოფოში ვართ და სანამ მოგიყვებით თუ რატო ვართ ისევ საავადმყოფოში, მინდა გითხარით ერთი რაღაც, რომ მოკლედ ჩემს შვილს ეთყობა უყურებდა სხვებს და სულ უნდა გასვლა პირდაპირ ეთერში, ანუ ლაივში YouTube-ზე. ჩვენს YouTube არხზე და მეუბნება და როდის ასე ვუთხარი, რომ 1000 გამოწერი რო გვიყოლება მეთქი და აი ეს ვუთხარი. არ ყავს გამოწერი უკვე 1000 და დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოიწერა ჩვენი YouTube არხი და ესეთი ბედნიერი იყო, უბრალოდ ჯერ მე არ მეთქომს და მისმა მეგობარმა ვერ გააჩვმა ენა უთხრა და ისეთი ბედნიერი იყო, ისეთი ბედნიერი, გავდივარ ლაივში, მას შემდეგ გავდა 2 დღე და ყოველდღე მეუბნება ხომ მითხარი 1000 გამოწერი ყოლა. მოკლედ ვუსრულებთ სურვილს, ღმერთმა წამებში უდო და ლაივში პირდაპირ ეთერში გასვლა და ეს 1000 საიდან მოგროვდით. ადლიერი ვარ. მოკლედ მართლა უნდა გავიდეს და რა ვქნა, ისე მეხვეწება და ისე მომიწევს, რომ საავადმყოფო გავიდეს პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ ნუ შემიკლო, ამაწიოკა. ხო და გავა ბატონი დანიელი პირდაპირ ეთერში და იცით რა არის, აი რადგან ასე უხარო და მე ვთქვი, მეც გავახარებ ვინმე ადამიანს მეთქი, დანიელი ინტუიციურად ვინცაც აირჩევს, იმ ადამიანს გავგზავნი ჩემ მიერ შექმნილ ცხენს. აუცილებლად ერთ-ერთ ამ ეტაპზე ერთ ადამიანს, აი აუცილებელი პირობა რა არის ახლა? უნდა აუცილებლად გამოწერილი გქონდეთ ჩვენი YouTube არხი და აი AIFC სტუდიოს გვერდი უნდა გქონდეთ გამოწერილი. ეს ორი. რო შევამოწმებ, რომ ერთიც გაქვს გამოწერილი და მეორეც და დანიელი აგარჩევთ, აი მაგალითად აგარჩიეთ ხო? შევამოწმე არ გაქვთ, მაშინ ვეთქვი რომ სხვა აირჩიეთ ხო? აგარჩევთ ბატონი დანიელი. ინტუიციურად მიხვდება, რომ თქვენთვის არის ეს აუცილებელი, მოგიტანთ ბარაკა, სიყვარულს, ყველაფერი გზა გექნებათ ხსნილი. ისედაც და ამ ცხენის იფხილა ენერგეტიკას და უფრო პირობის სიყვარულს, რომ მოკლედ იქნება საუკეთესოს მომტანი თქვენთვის და მოკლედ რომ აარჩევს ბატონი დანიელი, აუცილებლად გამოგიგზავნით და მეც ბედნიერი ვიქნები, ჩვენც ბედნიერი ვიქნებით და თქვენც ბედნიერი. ყურადღებით გიყავით, მალე გავა ბატონი დანიელი, რავი, დიდი რისი გაკეთება გინდა ლაივში, პირდაპირ ეთერში, რა უნდა გააკეთო? უნდა ითამაშო? უნდა ითამაშოს და განახოთ როგორ თამაშობ. უნდა და რა ვქნათ. ავუსრულოთ ოცნება. ღმერთმა წამებში აუსრულა 1000-ო და ვერც კი წარმოვიდგენ. უთხარი 1000 და უკვე გვყავს 1000 და გავიდეს. და ახლა კიდე რაც შეეხება რატო ვართ საავადმყოფოში, ახლავე მოგახსენებთ. დღეს ვანა როგორც იცით, ანუ circular key არა ქვია, დღეში ორჯერ მოდის ხოლმე ადამიანი, რომელიც მეხმარება სახელმწიფოდან 1 საათით, რომელიც მეხმარება ანუ ბანაობაში და ასე შემდეგ და მოკლედ ვაბანავებთ და შევნიშნეთ, რომ ფრჩხილი ქონდა, აი ეს იცით როგორ, აი თითქოს აი ეს მოჭრილივით მოკლედ რა, ეს ჭრილობა ქონდა რაღაცა ბანაობის დროს შევნიშნეთ და ესე იგი კითხვა მქონდა რა გამოიძახი სასტრაფო რაღაცა და კითხვა მქონდა რა მოხდა მეთქი და ხან ვირტყმას ვარაუდობდით ხან რას და რა მოხდა. აი ახლა ხო წევს ქალბატონი და უცბად ხედა ასე ხელებს რაღაც აფათურებს და უცბად ამოიღო მოიძრო ფრჩხილი. საოპერაციო თუნდა შეეყვანათ, რომ ეს მოიძრო. ტკივილის აღქმა აღარ აქვს მგონი. და ახლა ხვდები რაც მოხდა. როგორც ახლა მოიძრო, ისე მოიძრო, ეთყობა ეს ფრჩხილი სოკო აქვს ფრჩხილზე და ეთყობა ეს ფრჩხილი აწუხებდა და ესე ღამე აწვალა და კითხვაზე პასუხი გამეცა. ღმერთის წყალობით მოკლედ საოპერაციოდ შეყავდათ რა ეს მოეძრო, ეხლა აღარ არის აუცილებელი ოპერაცია, პირდაპირ წავალთ სახლში. გაათვილა ყველაფერი. ეს გახავთ დემენცია, ნახეთ ვიდეო რო გადავიღერას ნიშნავს დემენცია მქონე ადამიანთან თან ცხოვრება. ბოლო სტადიის დემენცია მქონე ადამიანის მოვლა რას ნიშნავს? აი მარტო იმიტომ რომ ვაჭმევდი მეწვის. აი ამას ნიშნავს. და კიდე ის რომ საავადმყოფოში მოგიწევთ ძირითადად ყოფნა, იმიტომ რომ ხან რა გამოჩნდება, ხან რა
სასწაულია ეს ყველაფერი. ახლა კიდე წავედი. აბა, გელოდებით ლაივში აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და აიცეს სტუდიოს Instagram გვერდი, რომ გადმოგეცეთ რა სასწაულმოქმედი ცხენი. აბა დროებით.